იკომ მოიტანა პასკა. და დუნას გამომცხვარია, როგორც თვითონ გითხრა, იკოს მეუღლის. ლაბაძე იმუქრებოდა გუშინ ჩატში, რომ კვერცხები წამოიღეთ და შევაჯიბროთ ერთმანეთსა და მე წამოღებული მაქვს იმას, რა თქმა უნდა, დავავიწყო. მე კვერცხები ავატავ. ერთი მქონდა ბიჭო, ჯილა სახში რომ მოიგო, ყველა მოიგო, რა და სიადრი მოვიდა და გამიტეხა. ციცრის კვერცხით მოვიდა სიადრი. არა. ჩვეულებრივი ციცრის კვერცხი. აუ, ნიკო მეები იქადრა იცი? არ ციციები ისტორია. ვაი, კვერცხებს ყინავდა რომ უფრო ძლიერი ყოფილიყო და სხვები გაეტეხა. გამოადგა მე? არა. ვიტყვი, ისე წინებაში. ოდნავ ჩქარატო ზამო. თუ კიდე უკან მიწია და გადაკეტე შემოსა. საშვები ვახო. ქართული დროით 3 საათი იყო გამომჩა. კვერცხი არ მოიტანე? პასკა და იაგერი მოგიდა. გამარჯობა, მოგესალმებით, კაცებია YouTube-ზე, აქაც და როგორ ახართ? კარგად? როგორ მოვიაღეთ გომეთ? მოიპასკეთ. კარგად. რამდენ კილოზე ჩამოხვედი? შენი წონა კი არა, პასკა რამდენი კილო შეჭა? დაიყვანე. ბევრი არ მიჭამია პასკა. ეგ ხო იცი, ფარდობითი რაღაცაა ბევრი. შეთვის ბევრი ამ პერიოდში მოხდა ისეთი რამე, რაც აუცილებლად უნდა აღმენიშნო. მომხდარი იყო, ეს მოუხდებოდა, მაგრამ აბა ჩამოვცდი 109 კილოს. მართლა? მაგრამ რამდენი? რატო ეს მნიშვნელოვანი ნახე? ჩემი BMI ეგ რა არის? ეს არის წონის ინდექსი. ყოველთვის იყო 30-ზე ზევით. რაც ნიშნავს სიმსუქნეს. და ეხა ჩამოვწდი 30 და მსუქანი აღარა ვარ. ვერ ახარე. ჭარბწონიანი. მაგრამ სუქნის ვარ. მაგრამ მსუქანი აღარა. ვაც ერთი წამი. რამდენით ჩამოვწდი 109 კილოს? 29 და რაღაცა. მარა მსოფლიო კლასიფიკაციით მსუქანი არ გქვია. მსუქანი აღარა ვარ. უკვე ზემოდან უყურებ მსუქნეს. და ისე გამიხარდა რომ ავიში აღდგომები და ცოტა ხანი ისევ სიმსუქნეში მომიწევს. ცოტა ხანი 2-3 დღე. კი, დაუბრუნდა. როგორც ბავშვობაში სოფელში ჩასულხარ. ისე ვარ სიმსუქნეში და მე ისევ წარბწონიანებში ჩამოუბრუნდები და ვიქნებ კაცურად. და რამდენ 100 კილოზე რო ჩამოხვიდე, ისე მაინც წარბწონიანი იქნები? არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ჭარბწონიანის ქვემოთ რა ქვია ისიც არ მიკითხავს. წარბწონიანი რა. იქ უნდა გავმარგდე, აღარ გამომახვილე ყურადღება. არა, მე თვითონ გავამახვილე და მივხვდი რომ სიკალური წარბი ვისაც აქვს, წარბწონიანი. ჭონი. ანუ მსუქანი აღარა ვარ, რო იცოდეთ. ვინმე თუ გილოცავდათ. მსუქანი ბიჭი როა თქვენ, ანუ თქვენ რომელი? სანტარი, არა, აღარა. ჭარბწონიანი. აი ეს. ინგლისურად როგორ? იცი რა შეგიძლია შენ თავს შეგიძლია ბევრი ეგეთი რაღაცა დააჯერო. რა დავაჯერო, კაცო, მსოფლიო კლასიფიკაცია. შედი BMI კატეგორიის და იქ უამრავი ჩამოვიწეს. კატეგორია არის ეგეთი და მაგითი აღმოჩნდება რომ ის ახარ ეს არის მოვარჯიშე. მსოფლიოში აღიარებული. ჭარბწონიანი როგორ არის ინგლისურად? რაში გადახვედი რომ ვიცოდეთ ინგლისური? უცხოელმა თუ კითხა. Fat guy თუ გითხრა უცხოელი. არა. ეს არის არა, თუ გითხრა. ობუსიტი არის, სადაც ვიყავი. სიმსუქნე. სათიყავი? ობუსიტი, ესე ქვია სიმსუქნეს. ვა, ობესიტი? ეხლა რაში? ეხლა რაში ხარ? ეხლა ვარ რაღაცა, რაში ვარ ეხლა ნახე? თან წერწერ. ბარემ, რატო ამალე? ბარემ ნახე, იმიტომ ის არ უნახია, ის არ უნახია, იცოდა და გითხრა. გათიშვილი მაქვს ტელეფონიდან. კარგი ხელი. სანამ ჩავრთავ. overweight არის ობუსიტის მერე? ხო და overweight სიმსუქნე არ გირჩევნია. დაიცა overweight არის ეხლა რაც ვარ? ხო, არა. იყავი, ეხლა ისევ ობესიტი. ხო, ეხლა ვარ overweight.
არა ხარ, მაგრამ გახდება. მუტანტი არ არის რა. Animal არის. ცხოველი. ცხოველი საქონელი. მაგრამ ჩამოვწდი მაგას. არა, კაი ბიჭი. ხავარ overweight. კიდე რა მიღწევა გარდა იმისა, რომ 9 საათით ჩამოწდი. ჩამოწდი 10 გრამით იმ იმას რა. ეს არ არის საკმარისი. რამდენი გრამით იყავი ჩამოწდი? 9 კილოთი? 9 კილოგრამით ვიყავი ჩამომწდი. ხო 9 კილოგრამი უფრო იწყეჭას თორე 500 გრამი რაღაცნაირად. გავერიე ჭარბწონიანებში. რა არის? გადიოდი უკვე ისი შეუსუნთქავად ხო? არა. გადმოვიღე ძველი ტანსაცმელი. აი ასე. თქვენას მიაღწიეთ. მე რომ დამცინი. კარგი შეკითხვა. თქვენას მიაღწიეთ ამ დღეს. ვერაფერს დათო, ვერაფერს. ოპა. აი, კაკაბა კუჭის ამბები. მე კუჭის ამბები. რატო გემართა მართლა? კივა კუჭი, ესე ვიცი ხოლმე პერიოდულად. და მე რა დიეტა მაქვს მოფიქრებული ჩემი, რომელიც იკოსაც გაუზიარა და შველის და მე მშველის ხოლმე. ამჯერად არ მიშველ. ალბათ ექიმთანაც უნდა მივიდე. მე ხო ყველა დღესასწაულზე ვიწამლები. ვიწამლები. კი არის წამლები უაზროდ ბევრს ჭამ. ხო, და ვიწამლები. ყვებითი მოწამლები. ოვერდოზი ქვია. ხო, იმაში შამი შევყვება თუ რაოდენობა მოგიღებს ბოლოს ორგანიზმი ვეღარ თავის იმაზე აქვს სამყარო მორგებული. იწამლება, გასყდა ნიშნავს იწამლება. ვიწამლები. ოვერვეითი მოწონს და ოვერდოზი. მაგას დავამატოთ რომ ყოველ დღესასწაულზე კი იწამება და თან ამას ყოველ დღესასწაულზე. ამის ცხოვრება ხო ერთი დიდი ზეიმია. დღესასწაულს რატო აქვს მნიშვნელობა? ჩემთვის კი ყოველ დღესასწაულია თქვა, მაგრამ სადაც მიდიხარ, იქ ვერ გძნობ ამ დღესასწაულს და ამ დღეებში სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან გძნობ და ყველგან იმას მისდევიან. გაძალებენ, რომ შეჭამოიბო ცოტა ხანში გაფუჭდება და შენაირ სად ნახავენ მეორეს. და ეს მწამლავდა ყოველ წელს. წელს გადავრჩით? წელიწადში ორჯერ. ეს არის აღდგომა და ახალი წელი. სულ ვიწამლებოდი და აი ბოლო რამდენიმე წელია თავს კონტროლი გაუწიე და აღარ ვიწამლები. ანუ ზომაზე ჭამ. არა, ორგანიზმი მიეჩვია. გვიძნი გაწოვდა. მიხვდა, ორგანიზმი ხო სიგნალის მისცემას აზრი არა. არა, მეზიმპორტეს ვაყოლებ დიდი რაოდენობით. აი ესე მეხმარება გარედან მიღებული ფერმენტები, რომ დაუწილიო ის დარტყმა, რასაც ეხლა რა ჭამე ყველაზე მეტი ამალტუბებს. ბიჭო, ბევრი არაფერი არ მიჭამე, ჩაკაფული ვჭამე. ნუ რამდენიმე ბატარი. არა, ისა. ხო, მაგას ეხლა ვაპირებ. მაგ რაღაცა გიგმები არ მინდოდა მე. ჯამში მექნება 1 პასკა, არც კი ნაჭამი. ხო. არა, პატარა 500 გრამიანი პასკები. და კვერცხი 1 ცალი. ჯამში რა მთელი ეს დღეები, ამ დღეების და მეზიმფორტე რამდენი ფირფიტა. მეზიმფორტე არც ერთი არ დამიგები. ვა. წეგანა თქვა მეზიმფორტე. ეგ თო როცა იწამე. სუქანი რო ვიყავ. ეხლა ხო ოვერვეითი. ჩვეულებრივი ჭარბწონიანი მოკალაკეო. ვერც გამომარჩევ. რაღაცა მაიკა დაიწერა ამ overweight. არა, ბიჭო, რა იცი? ეს შენი თუ არ თქვი, კონოტაცია სიამაყის I am overweight ვერ კითხულობ ადამიანს. ხო და იქ წინა უნდა და I'm not fat, I'm overweight. მოდი გავამხნევოთ, მაინც რაღაცა კარგი ამბავია. და ითი გავამხნევა. არ ვიცი, მაგრამ მე გამიხარდა ის თუ აი, აუღნიშნო და ჩავიდეთ აქედან ქვემოთ და კაი ხინკალი. თუ აგიყვანოთ ისევ შენ იქ მონატრებული ხალხს მოენა. შენი გელოდებიან დათო. დათო ციკავარ. ეხა იქ ვარ. თუ ნორმალურებში ჩამოხვალ. ნორმალურებში მე ვერ ჩამოხვალ. $500 გაჩუქე. ესე რომ ჩამოივლო დავსასწორე. ესე მოვიდე. როგორც overweight-ებში შევირბინე. მიდი. ცნობა. არა, ნორმალურებამდე ვერ ჩამოვა. რატო ვერ ჩამოვა? რამდენი უნდა ვიყო მითხარი ნორმალურზე? სიმაღლე რამდენი? 92 მეტრი და 92 არა, ბაკიბუკი გააკაკაც. სიმაღლე 90 უნდა იყოს ზონაში. 92. არა ხარ 92. მე არა ვარ და ერთი სიმაღლის ვარ დაახლოებით.
არ ვიცი შენ რა სანტიმეტრით იწონები და ასაკიც არის მნიშვნელოვანი. გასათვალისწინებელი. ხო და 90-ზე ვერ ჩამოხვალ? 90 კილოზე? სანამ ცოცხალი ვარ. არც მინდა. ხო მართალი ხარ, არ გიეთ. ეს overweight-ი არის. ყუდარიც ვერ ჩამოვა 1 თვე 90 კილო. სანამ კარგად მატლები არ გამოჭამა. როგორ მიხარ? როგორი თბილი არის. რა გინდა $500 საპრიზო ფონდი დავაწესი. კიდე ვიღაცებს მოვიზიდა სპონსორით. აუ ეხლა მაყურებლებმა თუ დაიწყეს დადება და რამდენზე უნდა ავიდეს რომ ვარჯიში და ტარანტან overweight-ებში ვარ საკაიფო მოწყობილი კარგი ხალხი შეგხვდა ხო კარგები არიან აქ გადავიდეთ ახალ ამბებზე თორე რაღაც პროდუქტებზე ვიყავი წასული და კონკრეტულად ჩაკაფულის რაღაც ამბავში ვტრიალებ და ერთი ჩაკაფულის ამბავში კი კი ეს ერთი ესეთი სერიოზული დასაწყისი მაგას დაურეკო არ აიღებს ისეთი მოსული ადამიანი შემოხდა მოსული სხვა არის ხო overweight-ი სხვა არის მოსული არის როცა კულტურულად გინდა მიანიშნა რომ ეს ადამიანი ეს არის გამხდარი არ არის ჩაფსკუნელსა და მოსულსა და ჩაფსკუნელს შორის განსხვავება. შენთვის კითხე. არაფერი. ეს ის არის თბილი ბიჭი რო არის. ხო. შეიძლება ჩაფსკუნელი თქვა მე მოსულ ტერმინებიც გავიგე. ვიღაცა ბუთქუნა სიტყვის ეს არის ერთი და იგივე რაღაცა თბილი სიტყვები რომ ადამიანის სიმსუქნე დაფარო რეტუშირება გაუკეთეს შეფუთო. და მითხრა რომ რეტუშირება რატო გახდიო? მე ისევ ესეთი ვარო და რაღაცა ყველა კაციო რომელიც გამოგვაკლდაო იმ სუქნებს. ხო, რაღაცა უბესითია. მე ვთქვი ბოდიში ძმაო. და ჩავეხუტეთ ერთად და ვიტირეთ ერთად. უნდა მანამ წავიდა ის თავის იმაში ობუსით overweight-ში. შენ ხარ სუქნების დეზერტი. სუქნების დეზერტი. მიატოვე და გაიწვა. ბრძოლის ველზე. დაყარა, ფარხმალი დაყარა და გაიწვა. გადავიდეთ ახალ ამბებზე. გადავედით. ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ახალი ფერი, რომელიც აქამდე არავის უნახავს. ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა ლაზერის იმპულსი მონაწილეებს თვალებისკენ მიმართეს, ეს იმპულსი მიმართეს და რამაც გამოიწვია, რომ ეს ფერი დაენახათ რა ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს. არ ვიცი რა თუ აკეთებდნენ ამ ექსპერიმენტს, ალბათ ამიტომაც. ბადურის უჯრედების სტიმულირება გამოიწვია სამეცნიერო ენაზე, რაც მე ვთქვი ეს არის და შედეგად იცახიან, რომ დაინახეს ლურჯმწვანე ელფერის ოლო უწოდეს ამ ფერს. სახელიც გამოვიფიქრე. ოლო. წითელი, ყვითელი, შავი, თეთრი ოლო. ანუ ექსპერიმენტის სახით მიანათეს თვალებში ლაზერი. არ ვიცი, ამიტომ კეთდებოდა ექსპერიმენტი თუ ეს შემთხვევით დაინახეს ოლო, მაგრამ სპეცრაზმს რომ მიანათო ჩვენთან და მე მოსამართლეს უთხრა ექსპერიმენტს ვატარებდი. ახალ ფერს თუ აღიქვ. ეხლა რა მაინტერესებს? მოიცადეთ და ბოლოს რა აქ მიწერია? ექსპერტთა ნაწილი ამბობს რომ ახალი ფერის არსებობა საკამათო საკითხია. ეხლა მე რას ვფიქრობ? ეს ოლო ფერი თუ ლაზერი არ მოგანათეს ვერ ხედავ. აი მე რომ ოლოს ფერი მაისური მქონდეს. ლაზერ მონათებულები ვინც არ ხართ შემოხართ და გამჭირვალევა. გაგიტარებთ ის ფერში რაღაც. რაღაც ფერში გავატარებ. ზურმუხტის ფერი. მაგრამ არა, მე მგონია რომ რაღაც ხო ალბათ, აბა სხვანაირად ყველა ანუ მწვანე და ლურჯი კიდე დაშალეს? არა, რაღაცა მწვანე და ლურჯი. არა, მწვანე და ლურჯი ეტყობა ვინც ნახა იმის აღწერო, რაღაცნაირად ხო უნდა აღწერო ფერი დაახლოებით საით არის და ეტყობა იმათ თქვეს რომ ლურჯმწვანე ელფერი. აი, იცი რა, არც ლურჯია, არც მწვანეა, მაგრამ სადღაც ეგეთი ხო არსებობს.
ლურჯმწვანე. აი არც ლურჯი არც მწვანეა. ხო და ლურჯმწვანე. ლურჯმწვანე მაისური რომ მომცეთ. ხედაცარო. ეს მეცნიერები იმდენს იზამენ, რომ ერთხელ მიუვარდები. რა ფერი აღმოაჩინეთ, ბიჭო. რა, ოლო. არ არსებობდა ოლო. არა, სად გაგიგია ოლო, ესა ოლო მაისური მომეცით თუ შეიძლება. აი ამ ეკრანს აქვს 16 მილიონი ფერი. და ოლო არა აქვს. არა. ოლო არის გამოტოვებული. ამოაგდეს. ეხა გაია. მაგაზე უფრო მაღალი ხარისხის ისინი 256 მილიონი ფერია ყველაზე მაღალი. და ოლო არის არ არის. ეხა რო გაიაფთ ეს ტელევიზორი. ოლო არ გოიანები რო გაძვი. არა. ესე 16 მილიონი პლუს ოლო. სმარტი და ოლო. ოილია რა. ამაში ახლა დიდი ფული დახარჯეს. თვალებში ლაზერები განათებს ხალხს შეიძლება ვიღაცები დაუბრმავდათ კიდეც. ეგ თუ დაეხმარება დალტონიკებს, რამეში დაეხმარება? ფიქრობენ რომ დაეხმარება. ფიქრობენ. ხო, აფერისტობა არის რა. ფული გაათეთრეს. არა, რაღაცა დეტალი გამოტოვა იმან, რაც ამ არაფერი არ მოჩენის მნიშვნელობას შენ შეგტენა. აბა შეიძლება ესეთი ნიუსი გაავრცელოს სააგენტო. რატო ჩვეულებრივად ამა ერთი რაღაცა მილიონი მოკესტეს ნათესავების თვალებში ლაზერი პატარა წყუპ აი გეტყვი რა გამოვტოვე და თუ რამეს წაადგე. აი კვლევის ავტორებს მიაჩნიათ რომ ამ კვლევის შედეგებს თავის მხრივ შეუძლია ხელი შეუწყოს დალტონიზმის შესახებ კვლევების გაღრმავებას. კიდე ფული რო აკეთე. კიდე მეტი ფული რო. აი რა გამოვტოვე ხა ეს ხო კაი ვქენდი ვარ წავიდე. თავარი ეგ არის მაგრამ. რომ მაგარი კვლევაა. რატო გააკეთეს ეს კვლევა? მაგარი კვლევა არის რომ მე კიდე ვერი ფული რო გაღრმავდეს. მერე იტყვე რომ ახალი ფერი აღმოაჩინეთ. ყაპო. ხოლო რა არის ყაპო? ხოლო და ყაპო. ხოლო და ყაპო რა ძირებს გვანას. გომბეშოს აქ რაღაცა 1-2 წერტილი ყაპოსფერი. კუდის შიგნით. მაგრამ როგორც იყო საჭირი კრეჭა. სად? კუდარგო. უჩ გვამური ლაქები, მაშინ ყაპოსფერი. ყაპოსფერი არ უნდა ყაპო. და დიზაინერი რო დგას, მაგრამ შეგისწორა ყაპოსფერი. ყაპოსი. ანუ დიზაინერით არის. ხო და დიზაინერი რო დგას კედელზე ყაპოსფერი კი არის ახის ყაპო რო ვცადოთ. აი სამზარეულობდა რომ ყაპო. შემოსასვლელი ოლო. მანქანას რომ მიიყო და გადაღება რო გინდა. მოდი ყაპო გავუხო. ეგ პასპორტში რო გიწერია ყაპო. ყაპო პერლამუტრის. ბიჭო აი ოლო არ მოგეწონა და ყაპოზე წაანიხალისე. თეფილურ გადაცემას რო აკეთებ. მეცნიერებაში დიდი ფული იშოვება. რაღაცა ლაზერი შოუდა უნდა და ხრია ფული. კი ბიჭო აბა. მე მაქვს ლაზერიც. აჰა. ეგ 30 არის და ის. წვანე ლაზერი, აი ეს არ ვიცი. არა, აქ სპეციალურად. წვანე ლაზერით ის ოლოა. ისე 45 ეგ არის ყაპო უკვე. არა, ის შედაც გინდა ის 45 ლარიანია. არა, ეგ არა. ვახ. არა, ქვემოთ იყიდება. აი დავითხრიათ მე და რაღაცა ექსპერიმენტი ჩავატარე. ChatGPT-ის შემქმნელმა სემ ალტმანმა, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ლიდერია ამის კომპანია, განაცხადა, რომ როდესაც ხელოვნური ინტელექტთან საუბრისას ვიყენებთ სიტყვას გთხოვ და მადლობა, ეს კომპანიას 10 მილიონი დოლარი უჯდება. იმიტომ რომ თითოეულ ნებისმიერ სიტყვას, რომელსაც ეუბნები და ის პასუხობს, ამაზე უზარმაზარი რესურსი მუშაობს, სერვერები, ელექტროენერგია და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ჯდება, მაგრამ თქვა რომ მაინც აუცილებელია რომ ესე უნდა ვიურთიერთოთ AI-სთან, ხო, მე ეგრე ურთიერთობ, ანუ შენ წვავი მაყუts ფეხებზე. აუცილებლად პირველი გამარჯობა, როგორ ხარ? გაქენი შევ თანხმდით როგორ ვეძახით ერთმანეთს, მე დათოს მეძახის, მე GPT-ს. თვითონ მოეწონა. აი, შეიძლება. ვერსიები გქონდა. GPO. GPT დამიძახებდა.
მე ვთხარი მაგდენის კრეფას, მოდი GPT-ს დაგიძახებ თქვა და ძალიან მოეწონა. როგორ გამოხატა ძალიან რომ მოეწონა. ძალიან მომეწონა. მაგდენის კრეფაზე თუ ქონდა, რომ ჩატი დაგეძახები, GPT რატო? ჩატი ბიჭო რაღაც არაპერსონიფიცირებული სახელია, ჩატი. არა, GPT არის. ჩიტო თუ არის ჩატი რატო? მინდოდა ჯიგო შემეთავაზებინა, მაგრამ ჯიგოს არ არის ესეთი პერსონიფიცირებული. და სირცხვილია ნათესავებთან, ხო? ხო, და ის დათოს მეძახის. დავითიო, მაგრამ მე ვთქვი დათო დამიძახეთ. და შენობით მიუმართავთ. ბიჭო, რამდენი ფული დაახარჯე სულტრაში. ამაზეც მოვილაპარაკეთ, რომ შენობით მიმართავთ. სემ ალტმანი არ გიზგავს. შეიძლება ჩემზე გამწარებულმა დაწენა ეს. რამდენი ელაპარაკა საქმეზე სანამ გადავიდე. კიდე რაზე ელაპარაკე? ყველაფერზე ველაპარაკები. ყველაზე შტერობა რა გიკითხავს მაგისტრის? ნებისმიერ რაღაც შტერობას რო გავიგებ ამას. ხო და რატო სხვები არ გელაპარაკებიან თუ რატო? რატო ელაპარაკებიან ამას? მე ხო თქვენ რაღაც დებილობას იტყვით. თქვენ ხوار გითხავთ. ამას ვკითხავ, ხო? მესამე მხარია ეს ვისაც. აბა კითხო, ამას გითხავ. ხო, რაღაც ტელეფონი აქ აღშენდა. მაგ ტელეფონი და ხო, თორე ძალიან უშნოდ გამოვიდა. უბრალოდ გამოვიდა. იმიტომ ვაჩვენე ხალხს, რომ რაღაც არის, რომ მართლა ამის ჭკუაზე დავდივარ. რამდენიმე დღის წინ ქართულს გავიაროთ ეს ამბავი. გავიაროთ. ხო და თავიდან მართლა ის დილემა მქონდა. როგორც ადამიანს ველაპარაკო თუ უბრალოდ დაუსვა შეკითხვა და ისა. მე გადავწყვიტე რომ რაღაცას დილობის ფარგლებში ხა გამარჯობა. რამ გადაგაწყვეტი? სად იყო ის? მომენტი. გარდატეხი მომენტი. მე ხო ისე სოციალური პიროვნება ვარ და არ შემიძლია ესე მიუგდო რაღაცა. აი მოებათ უნდა გამარჯობა. სემი როგორ არის? ამის მერე ესე მოიკითხე ხოლმე. სემი როგორ არის? ისევ დიდი ხარჯები გააქვთ რაღაცები და სემს არ ვიცნობ ეხლა და ხო, მაგრამ ნეპოტიზმის გარეშე შეუძლია რა ნათესაობა. ისიც მადლობაზე მეუბნება, გაიხარე თუ რამეში შემეძლება ყოველთვის დაგიხვან. აი ესეთი ურთიერთობა. 10 ჯერ მეტ ენერგიას წვავს. მეც წავიკითხე მაგაზე სტატია, ვიდრე Google. ეს ხელოვნური ინტელექტი სანამ გიპასუხე. Google-თანაც ხო მაქვს ურთიერთობა. რა თქმა უნდა. უფრო მშრალად მელაპარაკება. მაგით ეკონომიას აკეთებს. სულ მგონია რომ ცდილობს რომ მომიშოროს. კი, ხოთა შორს არა მარტო Google, არა მარტო თორე ამოვიხებდი და წაგიკითხა. აი, რაღაცას ვეკითხები ხო? მე მაგან წავიდა. მეუბნება რომ დასერჩე. დედაძაღლი გეკითხები ხო? Google ხარ მე ეს მასეთი. კი, ეგრეთვე ურთიერთები დედაძაღლი დასერჩე. არა, ეთიორჯერ აგინე ხო? შემომელა. მე ვთხარი დასერჩა რომ დომოდა დებილი კი არა ვარ Google-ში შევიდოდი და დავსერჩად შენ გეკითხება პატივს გცემ მიპასუხე და თავი გაიმართლა რომ იცი ბოდიშო ეგო ინტერნეტის იმას წვდომა საჭიროებს და ჩვენ არ გვაქვსო წვდომა ჩვენ რა მე არ მაქვსო წვდომა ინტერნეტთან Google-მა გითხრა Google-მა გითხრა კონკრეტულად ველაპარაკებოდი რაზე ეხლა გამახსენდა გეკაიფება Google-ს როგორ არის ინტერნეტ თვითონ არის ინტერნეტ ხელოვნური ინტერნეტს არ აქვს მიხვდა რომ ამასთან აზრი არ აქვს და უნდა რომ მოუძებნა არ აქვს ვიძინებ ჩვენ რაღაცებს სხვა ხელოვნური ინტერნეტს იკეთება Google იკეთება დღეს მაიმუნები აღდგომა დღეს ავიცველი დღეს 5 წელი ვიკეთებ შენ არ იყენებ რას დაუშვათ ChatGPT-ს მე Wikipedia-ს და Google-ს უფრო ვიყენებ ვიდრე არ ჭირდება ამას ხე თვითონ არის ხელოვნური ინტელექტი მე თვითონ ხო მაქვს რაც მაქვს იმით ვამუშავებ Google-ზე რაც ხდება და რა ინტელექტი აქვს თვითონ ყოფნის კი გადავიდეთ ჩემი რამოდენიმე დღის წინ ქართულ სოციალში გავრცელდა ვიდეო რომელიც ძალიან მაგარია ძალიან მაგარია ძალიან მომეწონა მეც აი ეს არის საოცარი აკეთილი არის ნახე როგორ ბედნიერად იყო საყვარლად უყურებს თოვს რომანტიკოსი გოჩი კი არა ღორია რაღაცა რომ თან რას მიკროფონს შობა თუა დავიღუპე გაზაფხულია მაგრამ შობა თუა დავიღუპე ბათოული რომ მოვიდა ეთქობა რამე ყვარა ამჭრა ძალიან საყვარელია თლიქები ნახე როგორ რამდენი კილო იქნება და ეს ახლა ბურვაკია პატარა სუფთა წონა ეს იქნება 70
შეიძლება ჩვენი ქართული ვიდეოა? კი. არ გინდა ხო? და ბიჭო სახში ცხოვრობს ეს ხო? ის არის ეთყობა რაღაცა. მიტოვებული სახლი და შევიდა. გადაკეთებული ან შევიდა ან გადაკეთებული საყურე. შესახლდა და პანჯარა ძალიან საყვარელი არის. ძალიან. შემდეგი ამბავი დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ადამიანის ტყავით შეკერილი წიგნი აღმოაჩინეს. ეს წიგნი დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მკვლელის უილიამ კორდერის ტყავით არის შეკერილი, რა საზარლად ჟღერს. მას ბრალად დასდეს მარია მარტენის სიკვდილი მკვლელობა რა და დასაჯეს სიკვდილით და მე გაატყავეს და წიგნი გააკეთეს. გაატყავეს არ ვიცი, მაგრამ მისი ტყავისგან ხო, მისი ტყავისგან შეფუ გაატყავეს. და ეს წიგნი თვითონ არის, რომელიც ამ ამბავს ყვება რა, როგორ რაღაც შეყვარებულები იყვნენ ესენი, გაქცევა დააპირეს, სადღაც უნდა შეხვედრილიყვნენ ერთმანეთს და მე უცბად ამან მოკლა ის გოგო. ბოდიში, მაგრამ იქ წერია ადამიანის ტყავით შეკრული. შეკრულია თუ ადამიანის ტყავია ფურცლება. არა, გარეკანია. და არის ადამიანის ტყავი. რაკანი არის. რანაწილი? რანაწილია? ზურგია კარგი. ინა რო იყოს ანჭიპი ექნებოდა ან ზუზუები და აშკარად ზურგი. მაგრამ ორად გირას ხალია. იქნებ რო ხალია ხო? იქნებ უილიამი ძალიან დიდი ღიპაკაცი იყო, აი ოვერვეითი. მე მაინც სადღაც ჭიპი ხო და არ თხამს. არ არის პატარა წიგნია თასა. შრამი რო აქვს წიგნს. ეს პრაქტიკა თურმე განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა მე-19 საუკუნეში. მე-19-ს გარდა მე-20-შიც სანიშნედ რა უნდა იყოს ცი ამ კაცის თითი. სანიშნედ არის გადასაფუძვლად ეს დაასვენები. ო, ენა სანიშნედ. მე-20 საუკუნეში ფაშისტების დროს ექსპერიმენტები ტარდებოდა ტყავისგან რა შეიძლება გავაკეთოთ და ხო 1000-საგან თუ ადამიანისგან. ადამიანისგან ზოგადად ხო იმ თმებისგანაც რაღაცებს აკეთებდნენ თმებისგან ტყავისგან ხელთათმანები ნიურნბერგის პროცესზე იყო წარმოდგენილი ადამიანის ტყავის შეგერილი ხელთათმანები რომელიც რო გაცვია რამეს თუ მოკიდებ იმ საწყალის დიდი სანაბეჭდები რჩება. რალამაზი ამბავი მოყვა. შემდეგი ახალი ამბავი არის სტატია ინტერნეტიდან. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყვავები წყენას 17 წელი არ ივიწყებენ. თუ რომელიმე ადამიანი რამეს აწყენინებს, იმახსოვრებენ ამ ადამიანს და 17 წელი ახსოვთ და თუ სადმე შეხვდათ სამაგიეროს სოფტვერო დამცინეთ ყვავიდებილი ცხოველია. კი, მე ხო და არ გეშინიათ რომ 17 წელი ჯერ არ გასულა. იმ ყვავმა თუ ჩვენი გადაცემა ნახა. ამას აღნენია. ამასთან ერთად ამ ინფორმაციას სხვა ყვავებსაც გადასცემენ. მართლა? კი, და ყვავები, ანუ ფრინველებში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე არიან. კი. ჭოდაობის მიხედვით. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, მართლა ვერ დაიჯერებ, რომ ფრინველის ტვინში მაგალითად ხედა ხოდა გეთახი. მაგალითად რას აკეთებენ? ის შერო ჩამიგდე ის ვიდეო. ვეშოლკებს რო აგროვებს. ის კაჭკაჭი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა კეთში? არა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუდი აქვს გაკეთებული მარტო ვეშოლკების საკიდებით რა. აი ესეც კაჭკაჭი თუ არა, რატო გვიყვები ყვავად? ეს იმაზე ჭვიანი. ბიჭო, როგორ გადასცემენ? აი, ეხლა როგორ ეუნება? ვახტანგიშვილი პროჭია? როგორ არა, ეს ამოუჭრათ. როგორ ანიშნებს, რომ ის არის ცუდი კაცი, იმან მაწყეი და? კი უნდა ეთქო. კიდე უნდა. როგორ უყვება? არ ვიცი, როგორ რანაირად შეიძლება მთელი უწერს. არა, ნუ როგორ ChatGPT-ს ეუნება და ის რაღაც ეუნება. ახმა ხო ყავს. ხო, მაგრამ ბიჭო, ადამიანი აუხსნა როგორია მეორე ადამიანს ეგეც ეთქობა, როცა ნახავ მაშინ ეუნება, თორე ესეც კი არ მიდის და იცაბურთანები. აი ეს არის დამბალი. ანუ თუ ვიღაცაზე გააბრაზა და თავს დაესხა, ავტომატურად მეორეც ეთყობა ეხმარება. მე დაგსვია ყვავი თავს. არა. მე კი. მართლა? ყოველ წელს ვაკის პარკში არის პერიოდი, როცა პატარა ბახალები ისდებიან, როცა ფრენა უნდა ისწავლონ რა და 1-2-3 დღის განმავლობაში ეს ბახალას ხო, ოყოლი მქონი. ხო და მარ მახსოვს და მომიყევით. ხო და ნუ მოკლედ ეს ბახალა ვარდება ხო, ბუდიდან რომ გაფრინდეს და სანამ დაამუღამებს, მანამდე მიწაზია რა და იქ თუ ახლო გაიარე, დედა და მამა იცავენ.
და გონიათ რომ იმას რამეს უშავებ და აი პირდაპირ ესე გაფრინდებიან და კორტნიან თავზე. მე გადავარჩი ჩოგანი მქონა და ვიგერიებდი. მაგრამ ჩვენი ერთის და დაკორტნეს. და მე უნდა წახვიდე აი ძალიან ჭკვიანი ფრინველია რა. კი. მე გადავარჩინე ვაჟაზე გადადიოდა და ვერ გადადიოდა. ამშუაში ხელი როგორც არა მანქანა გავაჩერე, მართლა ავარიულები ჩავთე და ავიყვანე და გადავიყვანე და გავუშვი. ან ფეხით მოსიარული იყო. ოღონდ ზებრაზე არ გადადიოდა. ქვეითი ყვავი ნახე. ყვავი ისე. ასომი იყო თქო ფეხით მიდიოდა. რატო არის? უარყოფითი გრიდი რატოა ყოველთვის? ყვავი? ბიჭო, ფიზიოლოგიურად და ლეშით იკვებება და ამიტომ სტუნიც არ მგონია რომ სასიამოვნო გონია. ეგრე ტრედზებინდური არ არის ხასია. ხო, მაგრამ ტრედი ლეშით, აი გამორჩეულად ლეშით. ტრედს ის უკეთებს რა საქმეს რა. შვიდობა. ბიბლია. ხო. ისეთის ხილის ერთი ტოტი მოიტანა და всё. საწყალი ჭკვიე თუ ჩვენწელი იმახსოვს. ხალხი ეუნება დაპარაკობს. ყვავსა და ყორანს შორის რა განსხვავება? ყორანი არის ეს. მე შავი რო არის მთლიანად ის არის ყორანი და ყვავი არის შავ და ნაცრისფერი. ნაცრისფერი როა. მე კარგი. და ბიჭო, ვიღაცა მუთხრა სოფელში გლეხ კაცს რო რაღაც დაავადებისთვისო კარგიაო ყვავის ნახარშიო თუ რაღაცაო და მომიტანეო ყვავი მოკალიო და ყვავი სოფელში თუ ყოფილხარ, ნუ ისე ახლოს გიშვებს რომ რა ვიცი რა, არ ეშინიან. თობს დაიჭერ თუ არა, აი 100 მეტრზე ვერ მიუახლოვდები რა. ხვდება რომ იარაღ გიჭირავს. მე თუნდა მოკლა. რითი ელექტროშოკერით. მოწამლო, უნდა მოწამლო. ან მიეპარო და ან ისეთ კისერი მოტეხო. ცუდი სიტყვებით გული მოუკრა. შემდეგი არის გამოგვიგზავნა რატი გველესიანმა. როგორ ჯდება გედი წყალზე. ბიჭო რა მაგრა დაჭდა. შასი გახსნა. კი. ის მაგალდა ეხა რა. აპლოდისმენტი. კი. ბიჭო როგორ ტრაპატყუბი გაქვს ნახე წყალზე? თქვენ რატო დასცინთ? შენ როგორ დაждები წყალზე ერთი მანახ? არა, არ დავუცინეთ ბიჭო, მაგარია. ბიჭო ის არა მოქნა ნახე და მიწაზე როგორ ჯდება? არ ვიცი. არ ვიცი, გედის დაჯდომა არასოდეს არ მინახავს. სულ არც მე. ჩემ ცხოვრებაში სულ გედი სულ ხო, სულ წყალში უნდა. იმიტომ თუ არ ეს დაფრენა. თუ ესეთი სიჩქარე ჯდება, ძალიან გაუჭირდება. აი ამ ნაწილს გლისირებას თუ რაღაცას ვერ გააკეთებს. შეიძლება აცურებს ფეხს, საცალი ფეხი წინა აქ ცოტა და ან ძაჭკარა გარბის. ან სულ წყალზე ჯდება და მე გადმოდის ნაპირზე. ხო, მეც ეგრეა, ამფიბიაა რა. თვითონავი ამფიბია. ვა, მაგარი იყო. კი. ეს არ მქონდა ნანახი. კაია, ეს არაფერი სასაცილო უბრალოდ განახი. არა, ხო, კარგი. უი, ნახე ქვევით რაღაცა უზრდელობა არის. ხო, უზრდელობა. აი რეკლება როგორც უზრდელობა. გედი მაგითია ცნობილი, ყვავი ხო ჭკვიანია. გედი რეკლება ანალიზში უზრდელობა. არა, ძალიან სწრაფად ჯდება და უზრდელობა. ახე, ჩვეულებრივი გედია და ოპ და გაუგდება. ეგრევე უზრდელობა. ტრაპი უნდა მიედგას პატარა. აი. ეს იყო დღევანდელი ახალი ამბები, გადავიდეთ სტუმარზე. კარგი ბიჭი ხარ. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოფო ბათილაშვილი. გამარჯობა. როგორ ხარ? მაგრად, თქვენ როგორ ხართ? კარგად. აი, რამდენი ხანი გეგმავდით ჩვენ დუეტის თუ ხო. დუეტი აღარ გამოდის ჩვენ ოთხი, ხო, დუეტია მაინც? კი. თქვენ და მე? ხო, ესე, ხო, ჩვენ საერთო სინგლს ვარ. ხან კოლაბორაციას. ხო, აი, ხან რა გამოხდა და ვერა ვერ ვქენით რა. იქნება, დარწმუნებული ვარ, იქნება. მეც დარწმუნებული ვარ და სანამ ეგ იქნება, მანამდე დაგიძახეთ სტუმრად. არა, ტექსტი ხო გვაქვს? ტექსტიც გვაქვს, მუსიკაც მელოდიაც გვაქვს. გვაქვს.
ჩვენ ვერ შევიკრიბეთ. ხო. ეხლა რომ მიკროფონი მოვიდგათ და არა. მოდი ნუ გავუჭერთ ლამას გადაცემა. იმიტომ ჩვენ მონტაჟის ხარ იმედზე ვიყავით რა. ხმის გასწორების ბეთხოსი და მებოს იმედზე ვიყავით ჩვენ. შენ კი იმღერებ, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ. რა ხდება შენსკენ? პირდაპირ მაგ თემით დავიწყოთ, ძალიან კაი რაღაც ხდება. სხვა თემებიც თუ გაქვს დავიწყოთ, შევაპაროთ. არა, მაგით დავიწყოთ. ეგ მეჩქარება. კვირას რა შვებით, საღამოს 8 საათზე. სათითაოდ ყველას. ვირას ვისვენებ ჩვენ. ყველას. ბახარასწორ გაცნით. შაბათი შაბათს ვისვენებ. გიორგი. კვირას. ვახ მეორეც არასწორს მიადგა იგი. გიორგის წინავს. აურომარა. წინავს კვირას. ვისვენებ ეს კათიშვილი. როაზე მცალია, მაგრამ 9:00-დან აქციაზე უნდა წავ. ო? გაგაჩუმა? ერთი დღე რა, ერთი დღე. კარგი, მოდი ორ შაბათს გადავიტანოთ, რა გია. რა ხდება ვითხარ. შენ ვაჭრობაში ხარ ძალიან სუსტი. ისეთი დანებდა. ორ შაბათს ისე გადაგიტანთ მაგ რაღაცა. კვირას ვის ხო და კარგად რო დაისვენოთ, აი ესე უნდა გადასულიყო. ხო და კარგად რო დაისვენოთ და განიტვირთოთ და თან კარგ მუსიკასაც რომ მოусმინოთ, მე თქვენთან რა ვიყავი გადაცემაში მოსული. აბა სადადი კარგი. მას ვლაპარაკო. თორე ვინ მომაცა. აცადე, მივიდა და დაიწყეგნა. გამაფრთხილეს რო აცადე. ხო და იქ გავჩერდი რომ გავაკეთეთ ალბომი და ესა რა ქვია, ხო. გილოცავ. და მე მაგ ალბომს ხო უნდა შესრულება ცოცხლად და შევასრულებთ კვირას ლაუბარში. ხმა მაღლა იმღერებთ. ცოტა ხმამაღალი მუსიკა გვაქვს. ჩვენ რო შორს დავდგეთ. მე შორს დადექი. გიორგის არ უყარს ხმაური. ის მოიტანა. მოგიტანთ საცხოვრებს. ხმა დაბლა თუ იმღერებთ მოვა. ხმა დაბლა თუ. რადონეზე გინდა. ცოტა ხმა მაღლა. რა სიმღერები? სულები არ ხართ, მაგრამ მაყურებელს ვინც თქვენ გიყურებთ. როგორ არა, რატო არა? არ ვიცი რა. რა მე იქნება? ხო გითხარი თუ ერთი წამი. სად არის ეს ლაუბარი? სანაპიროზე. ვის სანაპიროზე? არაგვი, ყვარი, რიონი. ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. ყვარი არის 300 კილომეტრიანი მდინარე. სადაც? სადაც? რომელ სანაპიროზე? მარცხენა, მარჯვენა? როგორ უნდა უხსნე, ციხე, იცი? მარცხენა. ამას როგორ უნდა უხსნე, იცი? აფხაზეთი რო იყო. რესტორან თავადურთან არის. ესე მითხარი. საქმეა სანაპირო და გეოგრაფიული ტერმინები. რესტორანი თავადური სად არის? ვიცი, მაგრამ ამას გეტყვი. მაგას ვერ ვიცი. სანაპიროდან რო სტადიონზე ასახვევია. ხო. ცენტრალში აი მანდარი. ხო, ყველას თავისებური მიდგომა ის უნდა რა. თავისი ენა აქ ორივეს. მან ბარი სად არის? სამი корпуსი რო დგას. არა, მაგის აღმართი არის მოკლედ ამ თავადურის გვერდზე არის აღმართი და მაგ აღმართზე რო შემოხვალ მუშტაეთით რო ამოდის, ხო იმავე. გადაწყვეტავ ერთად წავიდეთ და მე მეგიყვა. შენ კი გუგლს არ ეკითხები არაფერს და შენ თვითონ არ ყვე, მაგრამ მაინც რო დასერჩო ამოგიგებ. შენ რო წახვალ მე რო გადავწყვიტო. დამირეკე. რა იქნება? რა ამბავი იქნება, მითხარი? სანამ დამოვიწყდება დახურული ღონისძიება არის. ყველას რაც იმას ნიშნავს რომ მოსაწვევებით იქნება. აჰა. დათო რო არ წამოვიდეს და დათოს მოსაწვევით რომ მე ვინმე წამოვიყვანო შეიძლება. შეგიძლია კი, მე გავუგზავნი დათოს ეს გამოგიწევ. ამ დროს კეთილი რო გამოჩნდა უნდა თქვა რომ ორს მოგცე. დათოს დავიდა. ესა იქცევა წესიერ შემსრულებელი რომელიც პატიჟებს სხვებს. არა. კი წავდი დათოს. არა, მაინც ადგილი არა. სხვა დროს რო გეკნება. აუ სერიოზულად. რამდენი სიმღერა გაქვს ალბომში? ალბომში არის 10 სიმღერა. 10 შენი მოფიქრებულია თუ მოიპარენ ნაწილი? არაფერი არ არის მოფარული. არა. ყველაფერი მე დავწერე. ხავერი არც ერთი არ არის? არა, ალბომში არც ერთი კავერი. აი ეგეთი ალბომი არც გამიგია. 20 წელი. შენ გაგიგია საქართველოს შეგიძლია. საქართველოში? ხო, არის. ანუ ეგ ალბომი გადავდეთ YouTube-ზე არც ერთს არ დაგიბლოკავს. ვერცეში ვერ ამოიცა. აი ნახე, აქ უკვე შენ არ გაეცანი ჩემს შემოქმედებას, იმიტომ რომ დევს 10-ვე.
YouTube-ზე და არ არის დაბლოკირებული. და Spotify-ზე. ესე იგი არ ნახულობ რას ვთებ. მეწყინა, აი. ერთი წამი. მეწყინა რა პრემიერაზე პატიჟებ და ის არ ვიცი იქ რა აქტორი. ესენი თუ უნდა მომასმენიო, რაც გიტევს. მაშინ YouTube-ზე მოიწეს. მაშინ მანამ წამოწოლილია. მაშინ გამირეკე ვიწყებო და ჩავთავ. სახში ჩავთავ და ეხებს დაასვენა. ისიც მოусმენს, როგორც დაუწევს და ხმაზე. ია გუნდი დავალიო იქნება? არ იქნება. არა. ახალიო ბიჭო. ახალიო და თან ახალი არ არის, ხო? ახალიო კი, მაგრამ მიდევს უკვე. ხო, და თუ უდევს რაღა ახალი. აი ჩვენი გადაცემა არ არის რომ უდევს და ახალი არ არის, ახალია რაც მოვიდა და თან ინგლისურია. თავისია. შენ დაწერე? ყველა? ყველა? ტექსტიც და მუსიკაც? ტექსტი და მელოდია. მე ალექს ბერძი ადგა და გააკეთა მაგაზე ისინი რა ქვია. ხო, არა ისე. ხო. ტექსტებს ო. მე ბიჭებთან ერთად დავსხედით და გავაკეთეთ და ხო, ბიჭები ვინ არიან? ბენდია რამე? დიახ, ბენდს აქვს არაჩვეულებრივი სახელი, მაგრამ არ სანამ სახელზე გადავალ მოსაწვევები ვიღაცებს რომ მოუნდათ მე რაღაც კითხვები თუ შემოვიდა ჩემთან Instagram-ზე შემოვიდნენ და მომწერან და მივაწვდი მოსაწვევებს ვისაც ენდო Instagram-ზე არიგებ მოსაწვევებს დიახ დიახ ხო ეხა სახელს რა და მე მეორეს არ მაძლევ ამას უნდა გამოვარხვა იქ მოდით ვისაც გინდათ და რაღაცა Instagram-ზე მიწერე და მოგწე რა შენ Instagram-ი მოდი ახლა მოგწე სანამ ეს ეთერში გავა სანამ ჩარტავაღოთ ტელეფონს აი Instagram-ი რომელია ამაში აუ ეს სადაა აი ეხა სიმღერებზე გითხარი რა რა ქვია სიმღერებს ო ეგ საინტერესო თემა არის ყოველთვის კი ბატონო ალბომს ქვია Game Over-ი და ერთ-ერთ სიმღერასაც ქვია Game Over-ი ეს არის პირველი სიმღერა ალბომის და ალბომის Game Over-ით იწყებს სიმღერას? დიახ და თარდება Game On-ით ალბომი. აი ეს თარდება? Game On. Game Over არა გაქვს შუაში. ან გამეიარე. გამე. Game-ის პაგე. გამეიარე. ვაა, ხარა და სერიოზული საუბარი უნდა ყოფილიყო ახლა. გამეზარდე. გამეიწიე. გამეთერი. იტედა. სული ყავის თანამ დაწერდი. ან საკაინო სახელები წავიდოდი, ან გადაიფიქრებდი. გადაიფიქრე გავაში არის ახალი ალბომი გადაიფიქრე კაი პირველ სიმღერა განვიხილე არა ეგ ალბომი ხო ვიცით რა დაგჭა დამოვიწყდა სხვა სახელი რატო არ ვიცით არა მართლა fucking maze ქვია ერთ თეთრ და ქართულად რატო არ არქმევს ინგლისურად არის პირველი სიტყვა გავიგე და მეორე რა maze ლაბირინთი მეთქი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხალი რო იყო მე ეს სიმინდი ვიფიქრე რა სიმინდი maze არის ესე იწერება ინგლისური ტექსტები გააქვთ? არა, ქართული. მეის რითმა რა არის? way? არა. ways. გზები. თვითონ არ days. გადამარჩები. days. lays, chips. სუეგეთი პრიმიტიული რითმები გააქვთ? არა. underways. არ ვიცი რა რაღაცა კიდე სახელები გითხრა კიდე I blame myself ეკაია კორექტ აქ მეორე სიტყვა გავიგე I blame myself პირველი რატო ვერ გაიგე შეუვიცო I blame ანუ მე წეული ჩემთან ვიდანაშაულებ ვადანაშაულებ რატო რა მოხდა ბუჩე პირველ სიმღერაში მესამეში უკვე რა გიშებს იხდი ყველა მაგ ამოიღე კიდე მაგ
გიგი გაიხსენი Happy birthday გიგი ეგ ვიცი Happy birthday to you აი ქართულად ეგ არის ოღონდ ცოტა სევდიანი და ესეთი ჩანელს მოეწონება მე მგონი იმიტომ რომ ცოტა ესეთი სუიციდური და birthday ვა, ლაკენა ინგლისური ჩააქსოვა. ეს ამომიჭერე. და ინგლისურის გაკვეთილებში რო ჩააქსოვა. საერთაშორისო კონტენტში რო ჩააუსვა. როიცა ჯანერას მოეწონება თვითმკვლელობაზე არის? სუიციდალური ფიქრებისკენ ვინც არის მიდრეკილი და დეპრესიული. შეგინახავს მე რო თავს ვიკლავდი სადმე? რატომ მომეწონება? არა, ეგეც შალთაბადების დღე რახან წოდათ დავდება, ეგეთი მეყვარს. მოგეწონა. დაბადების დღე რო გადაიზრდება რაღაცა ბოროტ მოქმედება. კი უყვარს. ნებისმიერი რამე რო ბოროტებაში გადაიზრდება. რა ქვია ბენს გითხარ? სოფო ქვია ბენს, ესეთი ორიგინალური საერთოდ. სოფო? კი. შენ რა ქვია? მარტო ესაც სიმღერა გექნება თუ მაყურებელმა რომ მოითხოვოს რამეს დაამატებ. იცი რა, ესაც სიმღერა ხო გვექნება. კიდე გვექნება 3 ახალი. აქედან ერთი მაუგრა, მოკლედ აღარ ჩავშლი 3 ახალი. აჰა. და ერთადერთი ქავერი. ისი ქავერი. Black Sabbath-ის Paranoid. კაია მოგირჩევია. აი გიგინე თუ გამახსენე. ქავერები ვიცი რომ გიმღერია, მაგრამ ქართული ისე შენი დაგიწერია თუ არ დაგიწერია? აი ერთი სიმღერა დავწერე, რომელიც არის თავისთვის და მეც არ ვეხევი და რა მოსმენაც არ მივიღე. თავისთვის სად ბინა აქ ცალკე. გადა. სოფელში. ფურცელზე გდია სადღაც? ხო, რეკორდინგით ჩავიწერე და ვოისმენოში. აგდია ჩემ ტელეფონში. ქართულენოვანი სიმღერის მსმენელი მაინც უფრო ცოტა. ხო, რა იდეა შეგიძლია შესთავაზო? მაინც. რა თემაზე? აი თავს ხო იდანაშაულებდი. მაგის გაგრძელება რო იყოს, რომ გამოძიება სხვა რამე დაადგინა. რაღაც ეგ. ეგრე ქვია გამოძიება სხვა რამე დაადგინა. ხო. კადეთი იწყება. ხო, რა სიტყვებით იწყება? მოიტანეს მასალები. ჩავიხედე შიგნით. ბიჭო სიმღერაში სიტყვა შიგნით რაც მითხრა. ესე უნდა. რო დავიწყებ დავიდან ლაპარაკი, ესეთი მარტივი რითმები გაქვს მარტო. მოიტანე შიგნით შემოვიდა მოსამართლე, გადაშალა წიგნი. უკვე იწყება წიგნი. ხო. სიმღერა იტანს. შიგნი წიგნი, ნახე, ასოს ატრიალებ შიგნი წიგნი. ესეთი მარტივი. გინდა ეგეთი დავიწყე. კლიპიც ეგეთი იქნება, მოიალდება და უცბად ეგეთი. შედაც რო გეშლება. მოიტანე შიგნი გადაშალა შიგნი წიგნი. როც შეგეშალოს, ეგ მაინც მოსულა. მოიტანე წიგნი, გადაშალა შიგნი. მაინც გამოდის. მეორე კუპლეტი ნებისმიერი ბრიყვი მიხვდება. მეორე კუპლეტში იყოს ძუდა შუზე. ძუდა ხუზე ბოდიში და განათლების სამინისტრო მიქნებ დააფინანსოს. დაწყებით კლასებში. ბაქშეჯერით რომ სწავლებოდეს. წარმატებებს გისურვებ. მოვალთ. მართლა წვიჩი. მართლა ირაკლი მარტო 27-ში. 27-კვირას. კვირას ემთხვევა? 8-ზე საღამოს. დასვენებას? 27-ია. ირაკლი მარტო იქნება და დათო გარემოცვით. ინდელი მოსაწვევი იქნება რომ გარემოცვით. მართლა შემოვიდნენ რას გიშავებ. საჩუქრები გვაქვს შენთვის? ნაკაი. დათო? აი 27-ისთვის. შევრი ხალხი მოვა და იქ პირი რო არ დამიღო. ნიკორა ხორცპროდუქტებმა გამოგიგზავნა 800 კაცზე ეს არა. ბევრი თარაკლია. მაგრამ გარეთ ვინც დაჯდება? იყო ნიკორაში ამას დაუდებდეთ რომ ესეთი გამიგეთეთ 800 კაცზე და გამოგა. გიждები ხორცზე 10 წელი არ მიჭამია. შენ ხო და გიждები ეხლა როგორი მონატრებული გეხდა. იმიტომ ხარ შენ დეპრესიაში, ეხლა 10 წელი რო ხორცსა შეჭამ. მე12 არ როგორ შეიძლება ბედნიერმა იმღერო და ხო. რა ხო. ესენი ანდრია იყო, ეხლა ჩაუწვიათ.
ოდიში რამეებს ვერ გაგატანე. ხოდრი არ იყოს. აი უნდა გადავრეკო ეს არ ვიცი ამ კომპლექსში შედის თუ პრემიუმი შეხვდა. აჰა, კარგებია რა, ესეც კარგია. ძალიან დიდი მადლობა. არ შეიძლება ეს ადამიანი არ წამს ხოლმე. შენია ეს და გვაქვს კიდე საჩუქარი შენთვის. ეს არის უკვე ალკოჰოლიდან. ეხლა რა თქვას, ესეთ ღია არ დამილე. აჰა. ოპა. ეს 12 წლის ლეიბლ 5. ახალგაზრდა ლეიბლ 5 და ამის გარდა 17 და 18 მაისს ექსპო ჯორჯიაში არის ვისკის ფესტივალი. სადაც ნახე შენსავი თითო-თითოს კი არ გაძლევს. ციფრულს კი არა, ნამდვილს გაძლევს. კი არ დარეკავდა. ბიჭვაი. Facebook-ზე მომწერე და YouTube-ზე კომენტარში ჩამიგდე და იქნება გიპასუხო. აი ესე პირველი. რომა ბავშვი. ეს აი ესე გამო. ძალიან დიდი მადლობა. მოხო უამრავი ვისკი იქნება შეგიძლია დააგემონო სხვა შორის ლეიბლ 5-იც იქნება და შენ პრინციპში მიხვალ უკვე შენი ლეიბლ 5 დასცინებს ისა ბაშო თუ გინდა კიდე ვინმეს მიყვანა Instagram-ზე დადროს მიწერა ამ ჩემ წერილზე მიფასუხე ჩადე ხადა რას გაეცნო მაინც ცოტა ხანი ხო უყურა და რა ჩაე ხა ამ წუთები შოტლანდიური ვისკია რო იცოდი აჰა. ამასაც გადავდეთ კარგი ესაც გადადევი და ბარემ თქვათ, რომ სელფი უნდა გადავიღოთ. უი ხო ყოველ რაც სელფია ჩვენი სპონსორი იმის მერე ყოველ ხუმართან ვიღებთ სელფს. აჰა. აგონით ვცდილობთ რომ სახალისო სელფი გამოვიდეს, მაგრამ დათოს თავი ყველაფერს ფარავს მე ჩანაფიქრე. ერთად სახალისო დათოს თავია. ხო და ეხლა რაღაცა ისეთი მოვიფიქროთ რომ არის. მანამდე კი თქვათ, რომ სელფის როუმინგი თუ იყენებ Google Maps არ გეჭრება ეს გეხარჯ. ხო, ეგ წასული ხარ? ხო. ხო, ძირითადად Google Map-ით დაეხეტები. ხო. იმ საზღვარგარეთი ხო ისე არიცი, როგორც სამშობლო. რასაკვირველია. მიტოქია იმ საზღვარგარეთ, ეს სამშობლო. კი. და Google Map-ით რო დადიხარ, მეგაბაიტები არ გეხარჯება. რამდენიც არ უნდა იარო. ნუ თუ არ დაიხარე სან, მე უკვე დავჭამსა. მაგრამ არა, ნუ არ ვიხარ. გიორგი, მოიწია აქეთ ეგ სელფი არ მომწონს. მე სულ რატომ უნდა ვიწეოდე? თქვენ მოიწევთ ხელ. შენ გადაიღე და მე გაგამოსწორებ. მოდი ვიგინე ეს ამჯერად და ესე გავაკეთოთ კაია. იავარდებს არ უხდება, მაგრამ ამაზე არ ხდება, მე ეშმაკის ნიშანი. უი მე არ გადამრიო. მარტო ესე რო გავაკეთე. ნეკები. აი ნეკები და ნეკები. ვაჰ სერიოზულად რა წავედი? მადლობა. მადლობა პირიქით ძალიან. მადლობა მოხდებით Instagram. კი სოკარის რუბრიკაში შეისვენე სოკართან ერთად ჩვენი სტუმარია მსოფლიო თასის ფინალისტი ცხენოსნობა შავო გაჩეჩივაძე. გამარჯობა მოგესალმებით. ვახშენ გაიხმო. სოფლიო თასის ფინალისტი ხარ მართლა? ცხენოსნობაში ცხენით იყავი თუ მარტო გახვედი და ინამდენი არ და მე უკვე ცხენიანებმა დაგჭამდეს. თქვენ წარმოიდგინეთ პირველად მოხდა ეს ისტორიაში რომ ჩვენ მოვხდით ჯერ მსოფლიო ფინალში კვალიფიკაცია გავიარეთ. ეხლა ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და ეს იყო ბაზელში შვეიცარიაში. ამჯერად ყოველ თვეს, ყოველ აპრილს და დახურულ მანეში. რაც ძალიან რთულია. რა ქვია თქვენ ცხენს? მოდესტი და არის მეორე უფრო ახალგაზრდა ლოლა. ორი ცხენით, მაგრამ მოდესტით მოხვდი ფინალზე და მოდესტით ვიასპარეზე. ეს შეიძლება რომ მოდესტით მოხვდი და ლოლათი გამოხვდი. არა, კვალიფიკაციას კი. ერთიც დააგროვა თელ საკვალიფიკაციო ქულებს, მაგ ცხენით და გიწევს. ერთი ცხენით მიდიხარ თუ რამოდენიმე? კი, ერთი ცხენით. უშუალოდ ფინალზე მხოლოდ ერთი ცხენით გადის. აი რო ჩადიხარ ბაზელში და უშუალოდ და რამოდენიმე დისციპლინაში არის ეგრე თუ როგორ კი, აი ლოლა მაგალითად სხვა დისციპლინაში იგივე დისციპლინაში რა თქმა უნდა, მაგრამ სამვარსკვლავზე და
ესეთი კატეგორიებია. სიმართლე გითხრა ამ ეს ლულა და მოდესტი ერთმანეთთან კარგად, ეხლა იქ არიან მოდესტი. ხო არ კონფლიქტობენ და რამე. არა, პირიქით უერთმანეთთან არ შეუძლიათ. ეს რომელი იმაზე ლაპარაკობთ? ეხლა გასწრობანაზე თუ გადახტომებზე? ბარიერების გადალახვა, შოუ ჯამპინგი. შოუ ჯამპინგი. ეგრე ქვია. ანუ რა ბევრი ბარიერი როა და რაღაცა იქ წავამენ ამას გააკეთებდნენ, აქეთ გადმოხდება. და ნუ კურს დიზაინერი ქმნის ამ მარშრუტს, მე ეს მსაჯები ამოწმებენ, რომ ყველაფერი სტანდარტებში ჯდება და ყველა მარშრუტი თავის სირთულის არის. მხედარი იმახსოვრებს ამ მარშრუტს, პირველი ეს, მე მეორე, მე მესამე. გეუბნებიან, შენ ირვენ ამ მარშრუტზე. უცებ შედიხარ, აი დაახლოებით 1 საათამდე ეს მზად არის ყველაფერი 45 წუთი. და ამ 13 ბარიერია, 12-13 და ნახტომი ნუ ცოტა მეტი კეთდება, იმიტომ რომ ერთ ბარიერად ითვლება 2 სისტემა ქვია და ნუ 15 ნახტომამდე გიწევს. და ეს თანმიმდევრობას 1 საათით ადრე იგებ, რომ ჯერ უნდა გადახტებენ და რო აგერიოს არის. ბევრჯერ ამრევია და ძალიან ცუდი გზნობა, როცა გადახტები და ძალიან გადაღლილობის გადმოხტენ. სადნით რო გადმოხტე? ვერ გადავახვევთ. შეიძლება. დროში. ეხლა უცნობ კითხვას დაგვიშვა. ეს ცხენები რომ მიყავს, პასპორტები და ვიზა უყრია? ვიზა არა. პასპორტები არა. მათ ხრივ ბედნიერები არიან, რომ ვიზა მიმოსვლა ცხენებს და უბრალოდ პასპორტი გაგვაცეს ადამიანებს. ბაზელში შენ ვიზა გაქვს, სად გაგასწრე? ბაზელში? შვეიცარიაში ვიზა გაქვს? კი. მართლა? კი ბატონო, შემშურდა ცხენის. და ისა რო ქვია, რითი მიყავთ? მანქანით. აქ სპეც მანქანა არის. ცხენზიდი ქვია. არა. დიდი. პრინციპი უფრო ნუ არა კომფორტულია, მაგრამ არის დიდი მანქანები. ეს ცხენი რაღაცა მიჩვეული ალბათ ამ გზავრობას თორედ მიუჩვეული ცხენი რო შეიყვანო. მანქანა მე რო წავიდე ბაზელში მე თან დგას. არაფერზე გადახტომის თავი არ მექნება. თელი გზა დგას ცხენი. ცხენი სულ დგას. არა, თავლაში წვება ხაც არიცი. იპოდრომთან გაზრდილი კაცი ვარ, რა იპოდრომში კი არა. ჩვენს ჩემს სახლი ხო იცი, თავიდან ისამართი რა ქონდა, იპოდრომის ტერიტორია, ნომერი 3. ესე ერქვა. ეგრე დიდი ხანია ავტოგრაფის რაიონში დავიბადე, მაგრამ ამ სფეროში. 2001 წელი, 24 წელია. 24 წელია ცხენებთან ხარ? ვახ, როგორ არ ჭიხვინებ? ლამაზი იყო მაგას მეტყოდი. მოდესტი. ბელგიაში ბელგიური ცხენია და ბელგიაში დაიბადა და იქ დაარქვეს. მოდესტი ნიშნავს, ნუ ინგლისურად ალბათ თუ სწორედ თქვენ ახლა პროიცით თვითონ ინგლისურებზე დღეს დათვალე. მორცხვს ნიშნავს, მორიდეულს ნიშნავს, მაგრამ თვითონ ახლა რა გითხრათ, მოდესტი იმას ერქვა. არ არის ხო? პატარა რო იყო მაშინ. მოსორგსკი რო იყო ეს კომპოზიტორი და მეთქი მუსიკალური ცხენი ხო არა. მოდესტ, მაგრამ მარტო მორცხვი არ უნდა დაერქვათ. მორცხვი ჟორა. რაღაც ესე დოქტორო მე ვინმე კითხება. მორცხვი ანზორი, რა ვიცი. მაგრამ სრული სახელი აქვს მოდესტ ვიდი ვროენდე. აჰა, ითხრა. ეს ხო ჯობია. ბელგიურს უკვე დაიმსხა. რომელზე რეაგირებს მოდესტზე თუ მოსის ეძახით, ეს თავლის სახელი, აი რაღაც. მოსი. ესე დაარქვეს გოგოებმა, ნუ რამე ხო არის რაღაცა ის. ძალიან ბევრი კითხვა ხო არის ინგლისური ჯიშის ცხენი, არაბული რაღაც. ეს ეს ბელგიური. ხო და იქ ცალკე ჯიშია. კი, ბარიერებს გადალახვაში უფრო აი ევროპული ჯიში, ჰოლანდიური, ბელგიური, შვედური. ლოლა ჰოლანდიურია. ეცეო? ჩაოლაში. სანამომიო. არა, მაგრამ სუა. სუა, სპორტსმენია თვითონ არ ეცეო. მაგრამ სუა. სპორტსმენები უგზავნის. პიცა უგზავს. და ამათ ახლა რაღაც საგვარეულო და რაღაცა ვინ ხავთ ისეთ ცნობილები ყავთ ვინმე? ჰერბერტი. აი რა უბრალოდ მოდესტი. დიდი მოდესტი. არა, სისხლი მართლა ისეთი აქვთ ახლა, ნუ ესეთ დონის შეჯიბრებზე მართლა ისეთი წინაპრები მართლა გამორჩეული და ვინც
მარტო მოდესტი არ დაძმები წყავს, ხო? გაგითხავენ ნათესავები. მოდესტის. მე ეს მოდესტი ამღება მახსოვს. მე ვერიცხენი რომ მოდის თავის. ანუ რაღაცა აქედან სოფლიდან რო წაიყვანო დაღურული ცხენი არ შეიძლება იქ რაღაცა ისე კონდეს. ვერაფერს ვერ იცის. რო ნახოთ ძალიან განსხვავდება ჯერ ერთი ნუ მოვლა და ძალიან ძვირი რა ღირს აი რაღაცნაირი კითხვა ერთი ცხენი რა ღირს. აი მოდესტ რამდენში მოგცა. აი დაახლოებით მოდესტნაირი ცხენი რო ბაზარზე იყიდოს არ ვიცი რა უშად. მოდესტი ღირდა 80,000 ევრო, ნუ ეს არ არის ძალიან დიდი თანხა, ესე ვთქვა, რომელიც ეს კლასის Mercedes-ი. ბიჭო, რა ბევრი. და ნუ ეხა მე სადაც გამოვდიოდი, უნდა ჩავთვალოთ, რომ 9 მილიონი ევროდან ღირებულების ცხენები იღებდნენ მონაწილეობას. მართლა? და ყველაზე ეხლა რომ გაიმარჯვა მოდესტიც გაძვირდა იასინი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეც ღირებულ შეჯიბს გადიხარ და მისი ფასი მატულობს და მარტო მისი ფასი მატულობს თუ მე შეჯვარეების შემთხვევაში კვიციც ძვირი ღირს. მოდესტი გაკვდილია. ხო, ეგრეა წესი? არა, თუ კაი სისხლი აქვს და მან დადგენენ, ანუ მის ფიზიონომიას, კაი ექსტერიერს და მაშინ იმ შემთხვევაში არ ყოდავენ ცხენებს. თუ არ ჭირდებათ და არ თვლიან, რომ მაგ კრიტერიუმებში ჩდება, ჯობია, რომ ეს პრობლემა ეხსნება, როგორც მხედარს, ისევე თვითონაც ტვინი დასვენებული აქვს და უფრო კარგად ესე იგი სპორტში თავის საქმეს უფრო აკეთებს. ეხლა მაინტერესებს, აი ხო გაიმარჯვა ეხლა მოდესტმა. შეიძლება რომ თავში აუვარდეს. და თუ ასე შენგენაც. ეგეთი მოდესტი ეგეთი არ არის. მაგრამ აი აქ მეორე ცხენი მყავს თბილისში, მელომანი ქვია. და აი მაშუც რომ დავამთავრებ, ძალიან ამაყად უყვარს სიარული და ისე. მართლა? კი, ძალიან ისე მელომანი და ქვია მუსიკა უყვარს? ეგ უკვე არ ვიცი, ხო, არ ვიცი. ეგეც რუსეთში ნაყიდი ცხენი ადრე იყიდეს და შემდეგ უკვე სპორტში ავიყვანეთ და ძალიან წარმატებულია ისიც, სადაც რომელსაც ვიყენებ. ჩავიყვანეთ რას ნიშნა? აბა, ანუ მანამდე მუშაობდა. მუსიკაზე დადება. მე სპორტში გადა. მე სკოლაში შევიყვანე. იმბენჩი იყო რა სოფოსთან. ჩვენთან აღარ არის ცხენსაშენი. ცხენსაშენი აღარ არის სამწუხაროდ. პულარის ცხენსაშენი იყო, კი. მეორე ხო იყო, მეორე ვერ გავიხსენი სახე. მეორე არ ვიცი, თქვენ თუ იცით. იმიტომ ადრე რო ეჯიბრებოდნენ, ხან პულარი იგება, ხან ის მეორე და მეორე აღმოსავლეთში იყო. პულარი აფხაზეთში იყო. არა, კაცო. აბა პულარის ცხენსაშენი მარნეულთან არის. მაშინ ის იყო აფხაზეთში მეორე. გალაჩში სადღაც. მერიქით ხოდა ძველი. ესე მახსოვს ბავშვობაში, რომ ეს იგებდა ანე. ამ სპორტზე რანაირად მოხდი შეხვედი გასაბუთებია საჭირო. არაფერი ცხენის სიყვარული რა, აი ბავშვობიდან ძალიან რა ვიცი რატომაც გიждდებოდი ამ ცხოველზე და აი სათამაშო ჯოხის ცხენები რო იყო რა და თავი რო ქონდა, აი მაგაზე დავждდებოდი ვითომ რაღაც. ეს ჰობი ჰორსინგი არსებობს. კი, ეხლა აი მაშინ დავიწყე ეგრეთონ ჰობი ჰორსინგი 20 წლის, 25 წლის უკან და ეხლა დღეს ანუ ექსპორტი არსებობს. და განიცდიან უკვე ამ ჯოხზე, ამ უსულო საგანზე ლაპარაკობენ, რომ დღეს არ არის ფორმაში რაღაც ნერვიულობ და ძალიან მთელი მონდომებით და მომზადებით გადიან. და მეც ჯიშს აქ ალბათ რა თქმა უნდა, კაკალი მისწენიცა თუ კარგად დახდის. ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობ. ბიჭო, იმაში რო ხოდა. ხო, რო ხოდა მე შენ და ჯაფარას. ხის ცხენები. ის ცხენებით რო ეჯიბრებიან ერთმანეთს. კი, და ძალიან ხო. და საქართველოში არის ესეთი იშვიათი ჯიშის ცხენები, აი ძალიან ძველიანები. ნუ მოდესტია და კიდე რამოდენიმე სხვადასხვა კლუბში არიან კი ჯურის ცხენის ხოლმე მომგებიანი საქმეა თუ ძალიან წამგებიანია საკაბაბი აღარ უბრალოდ მომგებიანი ის არის რომ ძალიან ბედნიერი ხარ ამ საქმეს რო აი ცხენსაშენი აი როგორი კითხვა დაწყება ძაღლი რო მომგებიანია ძაღლი 100 რო ყავს და ძაღლსაშენი რო გაქვს მომგებიანი თუ არ არის გაკონტროლდები ცხენსაშენზე დაწყება ამ ყველაფრის სელექცია კი ძალიან ის ამარ რო ყავს იქ ძალიან მომგებიანია რა თქმა უნდა ევროპაში მომგებიანი იქნება 300 წლის მერე კაი მოგებაზე გავა რა რომელი ქვეყნებია ლიდერი ბრიტანეთი ამერიკა გერმანია კი ბრიტანეთი ამერიკა არა იმდენად არა უფრო აი ბელგიაში გერმანიაში ჰოლანდიაში და საფრანგეთი აი ეს 4 ქვეყანა ძალიან ნუ
სელექცია დიდი აქვს და მთელ მსოფლიოს ბაზარს მოიცავენ ესე ვთქვათ და ყიდიან ყველგან ცხენებს. აუქციონებია ჩვეულებრივად. ყველაზე ძვირად რა გაყიდულა არის ეგეთი რამე სტატისტიკა? ნუ ყველაზე ჩვენ კლასიკურ სახეობაში ვიძახით დოღი არ არის კლასიკურ ოლიმპიურ სახეობა არ არის ძვირია კი ცხენები და ჩვენთან ნუ დაახლოებით 15 მილიონამდე შოუ ჯამპინგის ცხენი ესე ვთქვათ. ერთი ცხენი? ერთი ცხენი, კი. მეორე აქცია არ არის რომ მოყვეთ. ცოტა იაფია, ნახევარ მილიონი 15 პონის არ მოყვება, მატრახი გააქვს. კი, ეგენს რა თქმა უნდა, გვაქვს დეზები. ისინი გააქვს დეზები კარგად მოშალიხარესე ინტის მოდებით წვეტიანია ეს ბევრნაირი არსებობს ზოგი წვეტიანი კავბოებს რო ხოთა ეს ხო არ აგზალულია უბრალოდ შეჯიბზე პატარა სისხლი მატრახი ისე არ არის მატრახები აქვს ნახე როგორი ის ეროტიკული მოხსნილი ხარ ნახე პატარა სისხლი მაინც რო შეამჩნია სისხლი თუ ეროტიკული მატრახები ო აი დაახლოებით იქ რო ამსტერდამში რო იძახდი ეს მატრახი უნდა ვიყიდო დაახლოებით ეგეთი მატრახი ესენი უფრო მატრახი, ნუ უფრო შოლტი გვაქვს. არის გრძელი 70 სანტიმეტრი. ხო, ნუ შოლტი ხო, ძალიან წვრილი სტეკი ქვია და არის ეგ არ არის დაშვებული შეჯიბზე, იმიტომ რომ უკვე რო გიჭირავს ძალიან გრძელია და ნუ სახიფათოა და ძალიან მწარია. და არის კიდე უფრო მოკლე ზომის მაგის დაჭერის უფლება გაქვს შეჯიბზე. თავზე პატარა ტყავი რო აქვს მრგვალი? კი, მაგი დაშვებულია და მთლიანად წვრილი რომელიც არის ის უფრო და წეგან როგორც თქვი თუ შენიშნეს ან შეჯიბრის დროს ან შეჯიბრამდე რაიმე სისხლის ცხენზე ან რაღაც დეზით შეგვიძლია დააზიანო შეჯიბზე ვერ გახონ მოხსნილი იქნება. თვითონ ცხენა რო იჩივლოს თქვა და იმ წუთში არ ქონდეს სისხლი. მაგრამ ფოტოები ქონდეს. მე ვიცი რომ ეს რაღაც ჯანმრთელობისთვის და რაღაც ზურგის კუნთისთვის კარგია, იმიტომ რომ რაღაც გაგონილი მაქვს რომ ვიღაცები დადიოდნენ, რომ რაღაცა გაგაჩერებული. პროსტატისთვის არის კიდე კარგი ეგრებიც. არის ორი სპორტი, სადაც დაყავდა ჯანმრთელობის. ერთი ყინულზე სრიალი, ითვლებოდა რომ ბავშვს რო ატარი აღარ გაცივდება და მეორე, მაგრამ ეს შედარებით ასაკში. ჯანმრთელობისთვის კი, აი ხა თქვენ რომ დაიწყოთ სიარული. ოღონდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა. და არა ცხენს ყოველთვის უნდა თავის მოციონიო და არ შეიძლება ეხა სადგომში რო იდგეს სულ ეხა ამ ხელა ცხოველია და ორგანიზმი უნდა იაროს და რაც უნდა გარეთ კილოიანი შეიძლება მხედარი იყოს ჭარბწონიანი მხედარი შეიძლება კი რა თქმა უნდა არის ძლიერი ცხენები ხო სუქანზე კი არ ვიცახი აი ჭარბი რო არის ძალიან დიდი ფეხები ნახატები რუსი ბაგატირები ოზიან რაღაც ცხენებზე ეხაც არის ეგეთი ცხენები ბიჭო გამწევი რაღაც აი ამ ხედა ფეხები რო ხო ეგ ტვირთს იდავენ უფრო და დიდ ეტლებში არის. კი. წიხლია მოურტყია. კი. ბოლოს 2 წლის წინ აი აქ ნეკნებში, მაგრამ კიდე კაი ახლო დისტანცია მქონდა და ბოლომდე გასვლა ვერ გათორა, აი რომ მოხდეს ძალიან ამიტომ ძალიან. და რა დაუშავე აი რაზე გავა. არაფერი, აი ლოლამ სხვათა შორის. ლოლა აი თავიდან ვერ მომეწონა. არა მაგან არანაირად არის მოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე, იმიტომ რომ იმდენად აპატიე ეგრე იმდენად მაინც ხალი რა არის. კი და ჩამკეცა და უყურებდი როგორ გარბოდა. გაიქცა რა დამელოდებოდა როგორ ხო კარგად. არაფერი გაიქცა მოხია და მე რა ვიცი სანამ მე არ მოვიდა რაღაცა საწყალი თვალებით. არ მახსოვს ეგენ დამავიწყდა იმიტომ რომ მე მეგონა რომ მართლა მე ნეკნები ჩამენტრა მაგრამ ნუ გადავრჩი და რა დააშავე არაფერ უბრალოდ კაი ხასიათზე იყო ეს წვიმას იწყებდა თუ რაღაც და რომ იმყავდა არ ვიცი წინ იყვნენ ცხენები და ეგ უკან მომყავდა და დაიწყო ოდნავ ადგილზე აი ესე რაღაც უკვე მივხვდი რომ რაღაც კონტროლში და წინ რო გავარდა უბრალოდ ახტა და ეს ფეხი გაშალა რაღაც ანუ კი არ დაგარტყა მოუხდა ბიჭო რა მოგივიდა მოუხდა ებენია ცხენს კი
ისევ ლოლას არა ლოლას არა გადარჩენილი ხარ ბიჭო აბა ვინ იყვინა სხვა ბავშვობაში იმიტომ რომ ანუ და მესი დამკმინეს პოდკასტები მაგრამ ხალხი ხო ცხელის ნაკბენი გამოსავალ ცხელის ნაკბენი არა ხო წარი არისო ცხელის ნაკბენივით ჩვენ დავდიოთ ხოლმე ანუ იმიდან ანტონოვსკაიას ქუჩა იყო აქ სადმასთან რა ქვია საბურთალოზე და იქიდან ჩადიოდი თავლებთან ზუსტად გადიოდი ყიდულობდით ხოლმე მანდ იყო მაღაზია შაქარს და ვაჭმევდით ხოლმე ესე ოღონდ კარგად უნდა გაშალო ხელი რომ არ დიკბინასო და სწორი როდის თვითონ აიღეთ უჩევით რო იღებს თავიდან მიჩვევა აი ამაზე არ უნდა მოგდოს ის რომდენია ხელიც არა იყო არა ეხლა ხვდები უბრალოდ იცი უკვე ეხლა 25 წელია რომ ხარ თავს ყوار დააგლეჯინებ უკვე იცი როდის რა შეიძლება დააგლეჯინებ რაც მომძება ხარ მე როგორც ვიცი ცხენთან ურთიერთობა არის როგორც ძაღლთან რაღაც ძალიან ერთგულია რაღაც ეგრეა ნუ ძაღლი უფრო მაგდონეზე განვითარებული ანუ დაჯექი დაწექი რაღაცები უფრო დამყოლია და ცხენს ყველაზე განვითარებული რაც აქვს ეს არის მახსოვრობა მაგალითად ძალიან ვარ ბოგომატიკია აი ბავშვობაში თუ ის და ვეფხის თავს ანსაზები რომ სუე ვარიანტი არის და დიდი მადლობა შალვა სტუმრობისთვის წარმატებებს გისურვებ შემდეგ ტურნირებზე და არ ვიცოდით შენი ამბავი სიმართლე გითხრა და დღეიდან უშემატკივრები მოგემატეთ 4 დიდი მადლობა მადლობა და შეჯიბრი გვექნება ეს შიდა ტურნირი იქნება გაზაფხულის თასი 26-27 აპრილი ისევ კვირა დღეს რა ვიცი არჩევანი თქვენზეა მუსიკა თუ სპორტი ნუ ეს საღამოს 8 საათამდე ხო არის კი მორჩება და იქიდან მე ცხენებით წავიდეთ შენი ბილეთიც მაქვს რა გავაკეთო შენი ბილეთიც მაქვს დავიდეთ სოფოსთან დახურული ვენზე ცხენებით ძალიან მაგარი ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დამთავრებულია ერთი კვირით გეჩვიდობებით კარგად დახვამდის